ანაკლის სპორტ ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით და ახლა კი ჩვენ ტრადიციული რუბრიკა კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიან დემოკრატი გიორგი თარგამაძე. როგორც თევზი წყალში, პოლიტიკაშიც თავს კარგად გრძნობს. წლებია ცურავს და ჯერაც ჩაუძირავია. ნავსაც ყოველთვის სწორად ირჩევდა და ახლა თავად არის გემის კაპიტანი. პოლიტიკურ ალეგორიას რომ შევეშვათ, გიორგი თარგამაძის დილა უკვე წლებია სპორტით. ცურვით იწყება. წყალში უფრო კარგად გრძნობს თავს თუ პოლიტიკაში? წყალში უფრო კარგად გრძნობს თავს ნავთი. საუზმე ნოყიერი და ხანმოკლეა. მივაგენი დილას ზარმაცებისთვის ყველაზე უფრო ადვილ გამოსავალს დაყრი წყალს დაასხავ, აიღურე. მაისური ჩვენი ნაკრების ფეხბურთელს დავით თარგამაძეს ეკუთვნის. გიორგის დეიდაშვილია, უყვართ თარგამაძეებს 10 ნომრით თამაში, ფეხბურთშიც და პოლიტიკაშიც. საზოგადოება მიცის რომ არჩევნებამდე 21 დღე დარჩა და კიდევ ბევრია მოსასწრები. უკვე თქვენზეა დამკვიდრებული. მადლობთ. პრესკონფერენცია. როგორ მუშაობს პრესაპრეს? ძალიან აქტიურად და ბევრი ახალი სახეა, რასაც ერთმანეთზე უკეთესები. ინტერვიუები რადიო ფორტუნაში მივესალმები რადიო ფორტუნას ყველა მსმენელს. და რუსთავში ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში. ჟურნალისტური კარიერის დასაწყისი ჩემი იყო ჯერ კიდევ თვალსაჩინოში. შეხვედრა უცხოელებთან პარტიის ოფისში. და რა თქმა უნდა შეხვედრები ამომრჩევლებთან. აი ეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია. ეს კი სტუმრობა მარნეულში. ვაგიფ, შენ არ შემოგვიძღვები? თუ ეს გინდა გავხვიჩებ. ვენახე გინდა გეჩ. ვაგიფ მამედოვი, ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი ადგილობრივ საკრებულოში. მასპინძლობის და ქრისტიანული ადათის კარგი მცოდნე. დღეს არის პარასკევი და როცა მე აქ მოვდიოდი, რა თქმა უნდა, ვაგიფმა იფიქრა, რომ იმის გამო რომ დღეს მარხვა, რაღაცაზე ხორცი და ის არ დაიხოდრებოდა. ხოდა აი ამ სხვისი ტრადიციების და რწმენის დაფასების გამო ქრისტიან დემოკრატების ლიდერი მარნეულში ციბძვის ამომრჩეველთა ხმებისთვის. თავარია, როგორც თავად ამბობს, ხელის ჩამორთმევა, მოსმენა, გაგება და საკუთარი ხმის მიწვდენაც. Мы христиан-демократы. Но мы уважаем все религии. და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, გაგიგებენ და მიგიხვდებიან. აწე ბიჭის მომაც გამხდარიყავით. აუცილებლად. აი თქვენი წყალი გადმომსხმოდეს. მე და ჩემს მეუღლესაც. ასეა თქო, შუქალებს გარემოში რო ხო ხედავ. ესეც კი გოგო. თათია თოფურია მეუღლე. თეკლა უფროსი და მაკინე უმცროსი შვილები. წინასაარჩევნო რუტინას დროის ძირითადი ნაწილი მიაქვს, მაგრამ ოჯახისთვის მაინც უნდა მოიცავოს. ძალიან დაკავებულია პატა, თითქმის სულგასულია ქალაქიდან რეგიონებში დადის და სულ შეხვედრები აქვს, თუმცა აი როგორც კი რაღაცა პატარა დროს გამონახავს, ეგრევე ბავშვებთან ერთად ატარებს ამ დროს. ოჯახში პოლიტიკა მხოლოდ პირად კაბინეტში შემოაქვს. წიგნებით, რომლებსაც კითხულობს და სამახსოვროდ მიღებული საჩუქრებით, რომლებსაც მალე უკან დააბრუნებს. აი ეს ბატონო ჩაფხოთი გეხსენებათ, ხო? სააგაშვილის ნაჩუქარი და ეხლა ველოდები პრეზიდენტობას რო დაამთავრებს, იმუნიტეტი რო არ ექნება, გარეთ გასვლას რო დააპირებს, უნდა გაუგზავნო ეს მას უფრო გამოადგება აშკარად. არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის მაინც აი ყველა საყვარელი ათონის ღვთისმშობლის ხატია. იმის გამოც რომ ძალიან მიყვარს ათონის ღვთისმშობელი, მაგრამ ამასთანავე ეს არის მისი უწმინდესობის ნაჩუქარი ჩემთვის თავისივე წარწერით. მისი უწმინდესობის წარწერით და სურვილებით და ვიცი რომ ამ ხატთან მისი უწმინდესობა ლოცულობდა. ილია მეორე ერთ-ერთი მოღვაწე და ლიდერია, რომელმაც გიორგი თარგამაძის შეხედულებების და კარიერის განვითარებაზე გავლენა მოახდინა. კათოლიკოს პატრიარქის და ქრისტიან დემოკრატების ლიდერის ნაცნობობა დიდი ხნის წინ დაიწყო. აი ჯერ კიდევ 80-იან წლებში გადაღებული კადრები. ყოფილი პიონერთა სასახლე, ილია მეორე კონცერტს ესწრება. გამომსვლელთა შორის გიორგი თარგამაძეც არის. დიდი მადლობა თქვენთვის. დიდი მადლობა მოგწესრიგებისთვის. ამ დროს ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს. მამა რობერტ თარგამაძე ტელეოპერატორი იყო. ტელეჟურნალისტიკისადმი სიყვარულიც აქედან გაჩნდა. იბერვიზიაში საინფორმაციო პროგრამის წამყვანობის შემდეგ თარგამაძე ბათუმში მიდის. სწორედ აქ იწყება მისი პოლიტიკური კარიერა და ამ დასაწყისს ასლან აბაშიძის გუნდის წევრობას ხშირად ახსენებენ. ნუ ყველას ვერ ვიტყვი. თავად არ დანობს არც აბაშიძის გუნდის წევრობას და არც გუნდის დატოვებას. ნება მომეცით მოგმართოთ განცხადებით
რათა საქართველოს პარლამენტმა შემიწყვიტოს სადეპუტატო უფლებამოსილება. მე მაშინაც მიმაჩნდა და დღეს მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ თავად აღორძინებამ იმ პერიოდისთვის და ასლამაბაისთან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური ბალანსის დასამყარებლად ქვეყანაში. იმის შემდეგ საქართველოს წინ წავიდა. პრობლემა იყო ის, რომ როდესაც უკვე სადღაც 2000-2001 წლისთვის უკვე სრულიად აშკარა იყო, რომ ის ბარიერი, რომელიც მაგალითად ჩოლოქთან იყო, უკვე ამოვარდნილი იყო აბსოლუტურად ყოველგვარი ადეკვატურობიდან. ტელეკომპანია იმედში მუშაობა და გადაცემა დროება ჟურნალისტური საქმიანობის ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო. ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული ცხოვრების ეტაპი, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური კარიერის გაგრძელების საფუძველი გახდა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილებამ და კიდევ რამდენიმე მოვლენამ, რომლების გამოძიებასაც თარგამაძე დღემდე მოითხოვს, საბოლოოდ გაწყვიტა მისი და პატარკაციშვილების ოჯახის ურთიერთობა. არა თუ 2007 წლიდან მოყოლებული, ახლაც კი 1 წლის განმავლობაში არ გამოძიებულა ეს საქმე და სამართლებრივი შეფასება არ მიცემია. რატო არ ხდება ეს? ამ კითხვას ღიად ვტოვებ, თუმცა ღიად ეს კითხვა დიდხანს უბრალოდ ვერ დარჩება. ამ მოვლენებიდან 2 თვეც არ იყო გასული და 2008 წლის თებერვალში პატრიარქის კურთხევით გიორგი თარგამაძემ იმედიდან წამოსული ჟურნალისტების ნაწილთან ერთად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დააფუძნა. განმოაგდე. და უკვე 5 წელია ყოველდღიური ცხოვრებით მიღებულ ინფორმაციას არა სატელევიზიო სიუჟეტად, არამედ პოლიტიკურ მესიჯად აქცევენ. ეს ერთ ჩემის მესიჯები. შეტყობინება გამომიგზავნა. ჩამონაწერია რა უნდა ვიყიდოთ. აი ეს არსებო მინიმუმი არის აქ. ბატონო, აი რამდენად იცის გიორგი ბოლო პერიოდში თქვენთვის? სულ არ იცი შვილო, მაინც მოუცელია. ხანდახან ისე დაღლილია, რომ დამირეკავს და პირდაპირ სახში წადი არ მოხვდები, ისე მეწოდება, ისე დამირეკავს. მაგრამ გრძნობს თუ რაღაცა ეწნევა, როცა მაგ არ არსებობს არ გამეიარეს. ვიცი რომ გიორგი მოდის ყოველთვის ვაცხო. იმიტომ ხაჭაპური უყვარს, მაგრამ ძირითადად და დანარჩენს გარეთას ჭამს. სხვის გაგათებს. საყვარელი კერძი ოჯახურ გარემოში, ძველი ალბომით და მოგონებებით. საღამოს კი ოჯახიდან სახალხო დღესასწაულზე გადაინაცვლებს. ტრადიციებიდან რეალობამდე არც ისე შორია თბილისობის მწვადი და ღვინო ზედ ქრისტიან-დემოკრატების ოფისთან მოუტანიათ. შენ რა იცი ბიჭო? იმერელმა კაცმა. ამას გონია წვადი იცის ვასა. აი ასე გააკრიტიკა გურულმა იმერელი და თავად დადგა მაყალთან. შემდეგ პური გატეხა, სადღეგრძელოები თქვა, რა თქმა უნდა, ტრადიციული და ქრისტიანული, ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს და დღის ბოლოს პარტიული აქტივის კრება მოიწვია. ხო, ეს თემა გავიარეთ. არჩევნებამდე 21 დღე დარჩა და ხვალიდან ჯერ ცურვა, ანუ ცურვა როგორც პოლიტიკა და შემდეგ ისევ ტრადიციებით ევროპისკენ, ისევ მაღალი პენსია და ხელფასი, მოსმენა, გაგება, ხმის მიწვდენა და ხმის მიღება, ანუ ისევ არჩევნები.